ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი უახლოეს 2 კვირაში გადაწყვეტს შემოიღოს თუ არა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებს უთხრა, რომ არ არის კმაყოფილი მიმდინარე სამშვიდობო პროცესით და ვლადიმერ პუტინი ჯერჯერობით ვერ გადაარწმუნა შეხვდეს უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის. მე ვფიქრობ, რომ ეწოდინება რუსეთის დამოკიდებულება, ასევე უკრაინის. თუ გულწრფელად ვიტყვი, აქ ორი მხარეა. შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას. რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ეს იქნება გადაწყვეტილება დავაწესოთ თუ არა მასიური სანქციები, მასიური ტარიფები ან ორივე ერთად. ან საერთოდ არაფერი გავაკეთოთ და ვთქვათ, რომ ეს თქვენი ომია. ამავე დროს ტრამპმა ივარაუდა, რომ პუტინი შესაძლოა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჩამოვიდეს, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები, მექსიკა და კანადა მასპინძლობენ. მისი თქმით, მოვლენების განვითარებაზე ბევრია დამოკიდებული. რუსეთის პრეზიდენტმა კი ვლადიმერ პუტინმა ატომური დარგის მუშაკებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთ-ამერიკის ურთიერთობები დაბალ დონეზეა, თუმცა ტრამპის მოსვლასთან ერთად კვირების ბოლოს სინათლე გამოიკვეთა. მან ალასკაზე გამართული ბოლო შეხვედრა პოზიტიურად შეაფასა. რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან, ისინი უკიდურესად დაბალ დონეზეა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ამაზე უკვე ბევრჯერ მისაუბრია, მაგრამ პრეზიდენტ ტრამპის მოსვლასთან ერთად ვფიქრობ, რომ ასეთი სინათლე კვირების ბოლოს მაინც გამოიკვეთა. ვიმედოვნებ, რომ პირველი ნაბიჯები, რომლებიც გადაიდგა, ჩვენი ურთიერთობების სრულმასშტაბიანი აღდგენის დასაწყისია. ამ ფონზე კი უკრაინის საკითხებში ამერიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი კიევში ჩავა ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად და უსაფრთხოების გარანტიებზე ევროპელ და უკრაინელ ლიდერებთან იმსჯელებს. ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით კი გარანტიები ორდონიანი იქნება. უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს 24 აგვისტოს ევროკავშირმა კიევს დამატებით 4 მილიარდი ევრო გადაურიცხა. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ეს მხარდაჭერა ხაზს უსვამს ევროკავშირის ერთგულებას უკრაინის სუვერენიტეტისა და მომავლის მიმართ. ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილმა ხელმძღვანელმა და იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ კი თქვა, რომ ევროკავშირის როგორც გლობალური ძალის ილუზია დაემსხვრა და ბლოკი მეტად უნდა მოერგოს თანამედროვე გეოპოლიტიკურ რეალობას. ჩვენ შევთანხმდით მთავრობაში, რომ მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ მსურველთა კოალიციაში და ჩვენი კონტრიბუცია იქნება ერთი ქვედანაყოფი. ქვედანაყოფის ზუსტი ზომა გადაწყდება, როდესაც ნათელი გახდება ოპერაციული პარამეტრები. სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის წინაპირობა არის უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები უკრაინისთვის, რათა რუსეთმა აღარ იფიქროს აგრესიის გამეორებაზე. ახლა ჩვენ ველოდებით, რომ სხვა ქვეყნები შეიტანენ საკუთარ წვლილს. აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უკრაინის მოქალაქე დააკავეს. ის გერმანიისა და პოლონეთის სამართალდამცავებს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელობისა და მიგრანტების უკანონო გადაყვანის ბრალდებით ყავდათ ძებნილი. თბილისში ოჯახში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით 2000 წელს დააბადებული პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მან მეუღლეს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. შიდა ქართლში შინაგან საქმეთა მინისტრმა პოლიციელებთან სამუშაო შეხვედრები გამართა და დანაშაულთან ბრძოლის საკითხებზე მოისმინა ინფორმაცია. საქართველოში გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი ოფიციალურად დაიწყო და მომავალი წლის 1 მარტამდე გაგრძელდება. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს კანონმორჩილებისკენ მოუწოდებს. გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტულია ბრაკონიერებთან ბრძოლა. ჩვენი სამსახური 24 საათის განმავლობაში პატრულირებს მთელი რეგიონის და მთელი საქართველოს მასშტაბით და სეზონის გახსნის შემდეგ ჩვენი სამსახური უფრო გააძლიერებს კონტროლს ბრაკონიერებისა და მონადირეების წინააღმდეგ. პატიოსნად ვინადიროთ ყველას, ვინც აპირებს ნადირობას, ვისაც უკვე აღებული აქვს მოსაკრეფელი გადახდილი აქვს. ყველა დაშვებულ ადგილებზე, სადაც შეიძლება ნადირობა, გადაფრენ ფრინველზე, რომელიც ლიცენზიით არის გაწერილი. ვეცადოთ, არ გადავაჭარბოთ ლიმინს, ყველამ ვისიამოვნოთ ნადირობით. აიხსნა დღეს სეზონი ნადირობის გადამფრენ ფრინველზე და ყველას უსურვებ კარგ ნადირობას და სადაც საჭირო არის და სადაც ნადირობა შეიძლება იმ ადგილებში ვინადიროთ. ამერიკაში, ნიუ-იორკის შტატში ტურისტული ავტობუსის ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა და 10-ობით დაშავდა. გურიაში დღეს და ხვალ გემოფესტი იმართება, რომელშიც რეგიონული მზარეულები მონაწილეობენ, ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილია ღვინის ბაზრობა და გასართობი აქტივობები.
Განსაღი კონკურენცია მატულობს, მე მივესალმები, ბევრი გაიხსნა ჩვენსავით საოჯახო სასტუმრო, გვაქვს საოჯახო მეურნეობა და ადგილობრივი პროდუქტი, ჯანსაღი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი შევთავაზოთ, ეს შეგვიძლია. ძალიან მიხარია, რომ შიდა ტურიზმმა ცოტა ფეხი მოიკიდა, უფრო გაძლიერდა. შეკვეთილში მუსიკოსთა პარკში 2 დღის განმავლობაში გურული გემოფესტივალები უმასპინძლებენ ადგილობრივ როგორც დამსვენებლებს, ისე საერთაშორისო მოგზაურებს. უნდა აღინიშნოს, რომ გურიაში გემოფესტივალი ნამდვილად გაგვაოცა, სიურპრიზებით არის აღსავსე და განსაკუთრებული გემოების, გურული გემოების თამაში იქნება. შესაბამისად 2 დღის განმავლობაში დღეს და ხვალ გელოდებით მუსიკოსთა პარკში შეკვეთილში გურული გემოების დასაგემოვნებლად. გურიაში ტარდება გემოფესტი, რომელიც არის გურიის ახალი ტრადიცია, რომელიც აერთიანებს გემოს, მუსიკას და ადამიანებს, მეგობრობას. მინდა მადლობა გადაუხადო ტურიზმის ადმინისტრაციას მხარდაჭერისთვის ჩვენი რეგიონის, ეს მიიღებს ძალიან ბევრი ადამიანი მონაწილეობას, რომელიც შემდგომ, რა თქმა უნდა, მომავალში ეკონომიკურადაც აისახება მოსახლეობაზე იმ მეწარმეებზე, რომლებიც ჩართულები არიან აღნიშნულ პროექტში. დღეს გურიაში პირველად იმართება გემოფესტი, მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დასრულებულია. ყველას გელოდებით დღეს 4 საათზე შეკვეთილში მუსიკოსთა პარკის მიმდებარე ტერიტორიას. თბილისში კი თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა არტისტერიუმი გაიხსნა, სადაც ქართველი და უცხოელი მხატვრების ნამუშევრებია წარდგენილი. ჩვენ ვიმყოფებით თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზში, სადაც წელს იხსნება უკვე მე-18 არტისტერიუმი. პირველი არტისტერიუმი, როგორც ცნობილია, ჩატარდა 2008 წლის ნოემბერში. აგვისტოს მოვლენების შემდეგ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის დღემდე, აი ეს ისტორიული მომენტი, როდესაც ეს ასე ვთქვათ გამოფენა დაიწყო იმ დროს და მას მერე გრძელდება. აქ გამოფენილია ქართველი, თურქი და ჰოლანდიელი მხატვრები, მათ შორის აკადემიის მაგისტრატურის სტუდენტები. ძალიან მიხარია ამ გამოფენაში მონაწილეობის მიღება, იმიტომ რომ აი ძალიან ისეთი კარგი შესაძლებლობა დაამწყები მხატვრისთვის და ხელოვანისთვის, რომ უცხოელ და ასევე ქართველ, მაგრამ ძალიან საინტერესო მხატვრებთან ერთად ითანამშრომლოს, ერთად გამოიფინონ, მოკლედ ბედნიერი ვარ ამ მხრივ. ქართული ოცნების წევრი ლევან მაჭავარიანი დარწმუნებულია, რომ მმართველი პარტია 64-ვე მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს. მისი თქმით, საზოგადოებამ დაინახა, რომ ოცნების პოლიტიკური ალტერნატივა არ არსებობს. ოპოზიციაში კი კვლავ განსხვავებული პოზიციებია თვითმმართველობის არჩევნების მიმართ. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ლევან სანიკიძე აცხადებს, რომ ამ მრჩეველთა დიდი ნაწილი არჩევნებზე მისვლას არ აპირებს. პარტია საქართველოსთვის წევრი თამარ გეკენაძე კი ამბობს, რომ მათი გუნდი მაქსიმალურად ცდილობს საერთო ეროვნული ინტერესის წინ წამოწევას. 75% ამბობს და იზიარებს ამ პოზიციას, რომ 4 ოქტომბრის ეგრეთ წოდებული არჩევნები არის ფარსი და არ აპირებს არჩევნო უბანთან მისვლას. იქ უკვე კანდიდატების გარჩევას აზრიც არ აქვს. საერთოდ არ შევარ შეფასების პროცესში. ოპოზიციონერ ბოიკოტის კოლეგებს ვურჩევდი, რომ პირველ რიგში მათ გვითხრან, რას აპირებენ ბოიკოტის ფარგლებში, არ ინერვიულონ, ნუ ინერვიულობენ ჩვენზე, შეუძლიათ დამშვიდდნენ. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ჩვენ მაქსიმალურად გავაკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ გვერდზე გადაგვედო პარტიული ინტერესი და საერთო ინტერესი, რაც არის ამ ქვეყნისთვის, მინიმალური შანსი მაინც შევინარჩუნოთ ევროპული მომავლის, ჩვენ ეს დავაყენეთ ყველაზე მაღლა. რადიკალური ოპოზიცია საერთოდ აღარ მუშაობს, ანუ საშტაბო მუშაობას გულისხმობ და არც ველზე არ მუშაობენ, თავიდან ბოლომდე არიან დამოკიდებულები იმ მესიჯებზე, რა მესიჯებიც მოდის მათი გარეუფროსების მხრიდან, ხო? ამ შემთხვევაში გულისხმობ კონკრეტულ ევრობიუროკრატებს, რომლებიც თავიდან ბოლომდე არიან არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის გავლენის ქვეშ. რა თქმა უნდა, ჩვენ მათი დღის წესრიგი საერთოდ არ გვაინტერესებს. ჩვენ ვემზადებით იმგვარად, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ როგორც მერის არჩევნებში, ასევე საკრებულოს არჩევნებში. თბილისში, რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი არის ის, რომ ჩვენ პირველივე ტურში მოვიგოთ მერის არჩევნები. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ეყრდნობა რეალობას, ეს ყველაფერი ეყრდნობა კონკრეტულ კვლევებს, რომელსაც ჩვენ ვატარებთ და ეს ყველაფერი ეყრდნობა იმ განწყობას, რა განწყობაც არის საზოგადოებაში. ვინაიდან წინა არჩევნებიდან მოყოლებული, სადაც ჩვენ ძალიან დიდი მხარდაჭერა ქონდა ჩვენი მოსახლეობის და 54% ავიღეთ. მას მერე კიდევ გაიზარდა უფრო ჩვენი მომხრეების რაოდენობა და შემცირდა რადიკალური ოპოზიციის
მომხრეების რაოდენობა და ეს ყველაფერი გამოიწვია რამდენიმე მიზეზმა. ჩვენი საზოგადოება დარწმუნდა იმაში, რომ ქართული ოცნების პოლიტიკა იყო უალტერნატივო.